არ ყმად ვინავს თქვა ვაჟებო ნათქვამია რა გწყონოდეს სმელის გულს აბორგოვებდეს არავის არ ასწყენოდეს ახლა უკვე ვიცნობ ხალხს ვინც AI-ის ეფექტურად რომ იყენებს მაგითი თავისი შემოსავალი გაიოცმაგა ასევე ჩემმა ერთმა მეგობარმა კიდე ვებგვერდი შექმნა ძალიან რთული სტრუქტურის საერთოდ არაფერი არ იცის მაგ სფეროში მაგრამ ChatGPT-სთან ლაპარაკით მოახერხა ეგ და უკვე ვებგვერდებსაც ქმნის ხო ვიდეოები კი ნახეთ რაც შეუძლია ხმაზეც რაც შეუძლია ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ არ შეიძლება ერთ წელიწადში ერთი წელი იმდენად დიდი დროა რომ კიდე წარმოდგენა არ გვაქვს სანამდე მივა და ალბათ იმ სცენარებს უნდა ველოდოთ რაც Black Mirror-ის სერიებში ახლა ძალიან საშიში პერსპექტივები ჩანს მოკლედ ჩვენს მომავალში თუმცა ახლა არის კაცობრიობის მომენტში ყველაზე გარდამტეხი მომენტი რადგან ისეთი რაღაც ხდება რაც კაცობრიობას ისე სწრაფად არ ვითარებს და განავითარებს რაც აქამდე არასოდეს არ ყოფილა არც ცეცხლის გამოგონებას, არც ბორბალის გამოგონებას, არც დენის შექმნას და მოპოვებას და გამოყენებას არაფერს. ყველაზე დიდი ისტორიაში აქამდე იყო რამაც კაცობრიობა სწრაფად განავითარა, იყო ინტერნეტის შექმნა. რადგან ინფორმაცია გახდა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ახლა რაც ხდება AI-ისგან, ეს კიდე თვითონ ინტერნეტის შექმნაზე მასშტაბურია. შესაძლოა ახლა ვინც ხართ 30+, 40+, ამასაკის მქონე ადამიანებისგან, ალბათ რამდენიმე პროცენტი აითვისებს ასე ვთქვათ, ძირფესვიანად ამ ყველაფერს. მაგრამ წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებიც ახლა იბადებიან. ახალი დაბადებული ბავშვები, რომლებიც ხდებიან 5 წლის, 6 წლის, 10 წლის, იმათთვის დაგუგლა, წარმოიდგინეთ, რაღაცის დაგუგლა და ისე ინფორმაციის მოძიება. იქნება ისეთი ძველმოდური, როგორც ახლა ჩვენთვის არის მაგალითად ბიბლიოთეკაში წასვლა და რაღაც ისიქ წაკითხვა. ვიღაცა ცნობილი ადამიანის დაბადების თარიღის გასაგებად მაგალითად. ხო და მეც კი არ შემიძლია თქვა რა გველოდება ზუსტად, წარმოიდგინე არ მაქვს განვითარებას აიწავა. მაგრამ ფეხი უნდა აუწყოთ ამ განვითარებას და უნდა შევეგოთ რომ რამდენიმე წელიწადში საერთოდ სხვანაირი ცხოვრების სტილი იქნება. AI-ის ძალიან ბევრი მაგალითისება აქვს, თუმცა აქვს ცუდი მხარეებიც. ზოგი ადამიანისთვის AI არის როგორც ასისტენტი და როცა შენ რაღაცებს აკეთებ, როგორც ასისტენტი გეხმარება და ალბათ ეგ ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც AI-სთან ლაპარაკით ისეთი შეგრძნებები მიიღეს, იმდენად ყველაფერი იცის და იმდენად ყველაფერში მაგარია. შეუძლებელია მოიფიქრო კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ გაგცემს. რაც არ უნდა უიწრო სფეროდან იყოს. და შესაბამისად ასეთი რაღაცების გამო ზოგმა ადამიანმა AI აიღო როგორც ღმერთი. არც ერთ გადაწყვეტილებას აღარ იღებენ ხოლმე მასთან ლაპარაკის გარეშე. თუნდაც რა ვჭამოახლავთ ის. რაღაცა რო გელაპარაკება ადამიანი და თან ChatGPT-ს რო ელაპარაკება და თან შელაპარაკს ამოწევს ან რაღაცა იგივე. ჭკვიანები უნდა ვიყოთ. სხვა გზა არ არის. Iron Man-ში რო არის ტონი სტარკი, AI-ს რომ ელაპარაკება, ფაქტობრივად დღეს უკვე ისეთი ცხოვრება მოდის, რომ ყველა ტონი სტარკები ვართ. იმის გარდა რომ ჭკვიანები ვიყოთ, პოზიტიური მომავლის იმედი გქონდეს, მაგის გარდა არ ვიცი რა უნდა გირჩევთ. რამე იდეა თუ გაქვთ კიდე რა შემიძლია გავტესტო საინტერესო AI-სთან დაკავშირებით რომ ვიდეოში გავშვენოთ, ეგეც დამიწერეთ და შეიძლება გადავიღო.